მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ბუნკერების გაუქმებას ითხოვს. პრობლემა, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს აწუხებთ, მათი თქმით, წლების მანძილზე მოუგვარებელია. მოსახლეობის პოზიცია და პრობლემები, რომელსაც ბუნკერების კორპუსებში არსებობა იწვევს. თემაზე მარიამ სოლოღაშვილი მუშაობდა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მაღალსართულიანი კორპუსების შესასვლელებსა და სადარბაზოებში ამ მდგომარეობაში ხშირად ნახავთ. მოსახლეობის თქმით, აღნიშნულს ბუნკერებში არსებული ანტისანიტარია იწვევს. მღრღნელების გამო მოსახლეობა ინფექციის გავრცელების საშიშროებაზეც საუბრობს. მათივე თქმით, ბუნკერებიდან ნარჩენების გატანის გარდა აუცილებელია მისი დეზინფექციაც. თუმცა დეზინფექციის ჩატარება არარეგულარულად და ისიც წესების დარღვევით ხდება. წამალი მაგარი არ არის, სლაბი წამალია შვილო. მღრღნელების პრობლემა გააქვს? ბევრია მღრღნელი. ბუნკერში ნაგავს ვერ ყვეთ გვეშინია ბავშვებს სადარბაზოებში ვერ უშვებთ, საშინელის სუნი დგება განსაკუთრებულ ზაფხულში, აი ვერ გეტყვით და დასუფთავების სამსახური იყო რამდენჯერმე მოსული, ლარს კრიფავდა და ისე, მაგრამ კაიხანია რამდენიმე თვე ალბათ წელია აღარ მოსული. გამოსულია მდგომარეობიდან, დამტრეულებია, თავსახურები არ აქვს, ჩასაყრელები, მღრღნელები გვაწუხებენ, დიდი ხოჭოები, ჭიები გვაწუხებენ. სავსე ბუნკერში რა წამალი უნდა ჩაყარო? იქ არაფერი არა, ეგ რა არის, არაფერი. ქრონიკა დაინტერესდა, რამდენად ხშირად ხდება კორპუსებში არსებული ბუნკერებიდან ნაგვის გატანა და შემდგომ მისი დეზინფექცია. დასუფთავების სამსახურში განგვიმარტეს, რომ ნარჩენების გატანა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ ხდება. ბუნკერების სატერატიზაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელ სამსახურში კი აცხადებენ, რომ ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ჩასატარებელ ღონისძიებებს თვეში ერთხელ ნაგვისგან გაწმენდილ ბუნკერებში ატარებენ. ვერ გეტყვით, ვინ ამუშავებს სავსე ბუნკერს, ჩვენი თანამშრომლები სავსე ბუნკერის დამუშავებას აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენი სპეციალისტები მომზადებულები არიან სპეციალურად, თუ ბუნკერი დაცლილია, მიმაგრებულები ჩვენი სპეციალისტები მიმაგრებულები არიან. აქ გეგმა არ გვაქვს ჩვენ, რომ მაინც დავუშვათ დღეს 3 საათს უნდა დამუშავდეს ეს ბუნკერი, როდესაც იმ ბუნკერს ნახავენ, რომ цаრიელია. ამუშავებენ იმ შემთხვევაში. მაღალსართულიანი კორპუსებიდან, სადაც ჯერჯერობით გამოტანილი არ არის ნაგვის ბუნკერები, ხორციელდება კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა. მაღალსართულიან კორპუსებში ბუნკერების გაუქმებასთან დაკავშირებით მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის საპილოტო პროგრამის განხორციელებას გეგმავს. სამსახურში აცხადებენ, რომ საპილოტო პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში ის განცხადებები დაკმაყოფილდება, რომელიც რიგითობით პირველია. იქ სადაც არის, რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები, საცდელად მოხდეს ურნებით ჩანაცვლება ბუნკერების და დადებითი შედეგის შემთხვევაში უკვე ყველა სხვა პროცედურების დაცვით და მოსახლეობის აზრით გათვალისწინებით დაიწყება ურნების გამოტანა. საპილოტო პროგრამის ამოქმედებამდე კი ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად შექმნილ ანტისანიტარიას საკუთარი ძალებით ებრძვის.